კაია. ძალამაზია. ქარელში ვარ, ქარელში. სოფელი ქცა, ნინო, მე მგონი, ხო? რა ქარელის რაიონი. სოფელი ქცა. მეორე საფიო და ახლოს აღარ მახსოვს. აგარასთან ვარ. აგარასთან ვარ ახლოს. სადაც გაიხედა ახლა, რომელ ეზოში არ შეიხედა ყველგან ყვავის ზაფრანა. ნამდვილი სახელი მისი არის ხავერდუღა. ყველგან ყვავის. ამ ხალხს მოყავს ახლა ეს როგორ ჩახაული. აქ ყოფილა ამისი ბუდე და მივაგენით ბუდეს. და ზური ყველაზე ძვირი გამოდის ეს ჩვენ ტრადიციულ სუნელებში, რასაც ხმარ. სხვა სუნელი რომ გებს ერთი ლარი ჭიქე ეს სამი. კი ბატონო, ეს პოზებით უკიდე. ყველაზე ძვირია. თავის მე მიყვარს ძალიან ეზოს, ძალიან უხდება ყოველთვის ვგავ სულმა. გარდენიაში ზური ის მართალია კარტოფილებს შორისო თუ დაირგვებაო კოლორადოს ხოჭო არ გახდება. კი, კოლორადოს ხოჭო არ ეკარება. ნამდვილად მართალია. ზოგი განსაკუთრებულად ბუთხუზა და კაია ნახე რა მხელებია. ზოგი უფრო ნაკლები. ესენი ხო დამდიდრდება მე არ იზრდება ესენი. ის კაჩალია ხო, ის არც გაიშნება. ძალიან კაია. მე ამის თესლად შევინახავ აუცილებლად ბევრს წამოვიღებ აქედან და თესლი გვექნება გარდენიაში. ეს ნიგზიანებში იხმარება და ხარჩოში. სხვა რომელ მაშინ ერთში იხმარება მე არ ვიცი. მაგი შენიცი ახლა ნინო, მაგი რაში იხმარება მე არ ვიცი. ნიგზიანებში რო იხმარება ზუსტად ვიცი. არა, საოცარი სუნია. ცოტა ინდოეთს მაგონებს. ინდოეთში რო ვიყოთ ახლა აგვისხამდნენ და გულზე ჩამოვკიდებდნენ. ხო, სტუმარს, საპატიო სტუმარს უხდებენ, ამის სხნულს უკეთებენ. ხო, სარიტუალო მცენარია ინდოეთში და ყველაფერს მიცვალებულს, ცოცხალს, ქორწილს, სტარს, ყველაფერს ამასთან ერთად, მაგრამ ჩვენ სიამოვნებით მივირთმევთ. ზურა, გურიაში ხო იცი ამ წვანესაც ხმარობენ კერძში. იმერლებიც. ხო არა, ლობიოში განსაკუთრებით. ლობიოში. ძალიან ტალახია ვერ შევდივარ ჩიგნით. ხო, იმიტომ რომ კარგად იწვიმა. ეხლა ნახე სულ გახასხასდება წვიმის მერე. ხო, ახლა გახასხასდება და მოსაკრეფია და ბევრს წამოვიღებ. და გავამრავლებ ამ ბუთხუზა ჯიშს. ეს ძალიან კაი ჯიშია, ძველი ჯიშია და ამის დაკარგვა ნამდვილად არ ღირს. ვის ბაღში ვარ, ის მაინც ვიცოდე, კაც მარიცის სად ვარ. და ამ გაყოლებაზე სადაც გავიხედეთ, ყველგან იყო მინდორში. ხო, სადაც გაიხედა ყველგანა. ყანებში იყო. ვიღაცის ბაღში ვარ შემოჭრილი. თუ იცნო თქვენი ბაღი არ დაგზრახოთ, ცოტა მიგვაქვს, ცოტა, ბევრს არა. ნაცვი მარია და შეყუჟულია მთელი სოფელი. ეზოებშია, სახლებშია ეთყობა შესული, ვერ კაციშვილი ვერ ვნახეთ, მარტო ზაფრანები ვნახეთ. სუნია ისეთი რომ აი წაგაქცევს. სასწაული ეხ ნაცვიმარზე განსაკუთრებით. ძალიან კაია ძალიან. და მოგვაქვს ბევრი და მიხარია. შეუკვეთავთ ახლა აქ ვეტყვით ვინმეს ვიპოვი და წამოვიღებ ბევრს ასასხმელად და მე გარდენიაში ავასხათ ერთად რამდენიმე საოცარი რეცეპტი გვაქვს. და შემიძლია გაგიზიაროთ ზეთთან ერთად არის სასწაული. საოცრებების ჩადენა შეუძლია. ინდოეთიდან ჩამოტანილი რეცეპტი მაქვს და აუცილებლად გაგიზიარებ. ზეითუნის ზეთში დებენ და ჭიებისთვის არის საოცარი თვალებისთვის სამკურნალოდ. ძალიან საუკეთესო საშუალება. აი ადამიანი გამოჩნდა, მე მგონი პატრონმა დაგვიჭირა. ნახე რა ლამაზია. ეს ამ ზისფერი. უფ, რა კაია, რა ვიცი, ბაჯაღლოსფერია ჩემთვის. გამო თუ მოკლეს, გეცოდინებათ მიზეზი რატომ მოკლეს. სხვის ეზოში შემევიჭერით. იცოდეს ყველამ, ესაა ჩემი ნაკურდალი დღეს. ვითომ არ მაქვს სახში ისე, მაგრამ შემეხარბა. მანქანაში ჩავდებ, კაი სუნი ექნება. ყველა ნაკვეთის ნაპირზე აგერ წყალი მოთხრიალობს, რაფერი რუებია ნახე. არხებში და რწყავენ ეთყობა თუ არა ეს მოუწყავად არ იქნება. ეს სიმდიდრეა, ეს რომ არ იყოს ეს სოფელი არ იქნება. რა კაი მშვენიერი რუა. წყრიალა წყალი მოდის.